მისი დანაშაულებები წარმოადგენს იმ უკიდურეს საფრთხეს, რომელსაც მეცნიერება ქმნის, როდესაც ის ემსახურება იდეოლოგიას, რომელიც უარყოფს გარკვეული ჯგუფების უფლებებს, ღირსებასა და ადამიანობას. სიკვდილის ანგელოზი, ნაწილი პირველი. სიკვდილის ანგელოზის პიროვნება, მისი კარიელური წინსვლა და მსოფლმხედველობა. იოზეფ მენგელე ჰოლოკოსტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურა. მან სახელი თავის განსაკუთრებული ცივსისხლიანობითა და მიზანდასახულობით გაითქვა. ის ასევე ცნობილია სიკვდილის ანგელოზის მეტსახელით. სწორედ ამ მიზეზიდან გამომდინარე, ის არაერთხელ გამხდარა ფილმების, ტელეგადაცემებისა თუ უბრალოდ წიგნების მთავარი პერსონაჟი. თუმცა უმეტეს შემთხვევაში მისი დანაშაულის ფაქტებს ამახინჯებდნენ, ან უბრალოდ მას წარმოაჩენდნენ როგორც შეშლილ მეცნიერს, რომელიც ყოველგვარი მეცნიერული საფუძვლის გარეშე ატარებდა არაადამიანურ ექსპერიმენტებს. სინამდვილეში სიმართლე იოზეფ მენგელეს შესახებ გაცილებით უფრო შემაძრწუნებელია. ის არ ყოფილა შეშლილი, პირიქით ის იყო მაღალკვალიფიციური ექიმი და სამედიცინო მკვლევარი, ასევე ომის ვეტერანი. მას პატივს სცემდნენ თავის სფეროში და მუშაობდა გერმანიის ერთ-ერთ წამყვან კვლევით ინსტიტუტში. ის იყო ერთ-ერთი იმ ათეულობით ბიოსამედიცინო მკვლევართაგანი, რომლებიც ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში პატიმრებზე ექსპერიმენტებს ატარებდნენ და ასევე იყო იმ სამედიცინო პროფესიონალთაგანი, რომლებიც ოსვენციმში გაზის კამერებში გასანადგურებლად პატიმრებს არჩევდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეს წარმოუდგენლად გვეჩვენება, ნაცისტური რეჟიმის დროს მენგელეს მოქმედებები გერმანული მეცნიერული პრაქტიკის ნორმებს შეესაბამებოდა. ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ. იოზეფ მენგელე დაიბადა 1911 წლის 16 მარტს გერმანიის ქალაქ გიუნსბურგში, ბავარიაში. ის იყო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის წარმატებული მწარმოებლის, კარლ მენგელეს უფროსი ვაჟი. მენგელე სწავლობდა მედიცინასა და ფიზიკურ ანთროპოლოგიას რამოდენიმე უნივერსიტეტში. 1935 წელს მან მიუნხენის უნივერსიტეტში ფიზიკური ანთროპოლოგიის დოქტორის ხარისხი მიიღო. 1936 წელს მენგელემ სახელმწიფო სამედიცინო გამოცდები ჩააბარა. 1937 წელს მენგელემ მუშაობა დაიწყო ფრანკფურტის მემკვიდრეობითი ბიოლოგიისა და რასობრივი ჰიგიენის ინსტიტუტში. იქ ის იყო დირექტორის დოქტორ ოტმან ფონ ფერშუერის ასისტენტი. ფერშუერი იყო წამყვანი გენეტიკოსი, რომელიც ცნობილი გახდა ტყუპების კვლევით. ფერშუერის ხელმძღვანელობით მენგელემ 1938 წელს დამატებითი სადოქტორო ხარისხი მიიღო. აღსანიშნავია, რომ იოზეფ მენგელე აქტიურად არ უჭერდა მხარს უკიდურეს მემარჯვენე ნაცისტურ პარტიას ხელისუფლებაში მოსვლამდე. თუმცა 1931 წელს ის შეუერთდა შტალჰელმს, რომელიც გერმანიის ეროვნული სახალხო პარტიის გასამხედროებული ორგანიზაცია იყო. როდესაც 1933 წელს ნაცისტურმა პარტიამ შტალჰელმი შეიერთა, მენგელე ავტომატურად გახდა ესას ნაცისტური პარტიის გასამხედროებული ორგანიზაციის წევრი. მიუხედავად ამისა, მან 1934 წელს შეწყვიტა აქტიური მონაწილეობა ესას საქმიანობაში. ერთი შეხედვით იოზეფ მენგელე ჭკვიანი, მიზანდასახული და გონიერი მეცნიერი უნდა ყოფილიყო, რომელსაც როგორც ჩანს დიდი პოტენციალი გააჩნდა. ვინ იცის, ასე რომ განვითარებულიყო მოვლენები, რამდენი ადამიანის სიცოცხლე გადარჩებოდა, მაგრამ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მენგელე ეზიარა ეგრეთ წოდებული რასობრივი მეცნიერების იდეოლოგიას. მას სჯეროდა, რომ გერმანელები ბიოლოგიურად განსხვავდებოდნენ და აღემატებოდნენ ყველა სხვა რასის წარმომადგენლებს. ეს თეორია ნაცისტური იდეოლოგიის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენდა. გერმანიის ნაცისტურმა რეჟიმმა რასობრივი მეცნიერება გამოიყენა გარკვეული ფიზიკური ან ფსიქიკური დაავადებების, ანდაც ფიზიკური დეფორმაციების მქონე პირთა იზოლებითი სტერილიზაციის გასამართლებლად. მაგრამ მოდით სანამ ამ ყველაფერზე გადავიდოდეთ, ამ ეგრეთ წოდებულ რასობრივ მეცნიერებას ჩაურმავდეთ, რომელიც სხვა არაფერი იყო თუ არა ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფსევდომეცნიერული მიმდინარეობა. ეგრეთ წოდებული რასობრივი მეცნიერება გულისხმობდა, რომ ადამიანთა სხვადასხვა რასის წარმომადგენლები გენეტიკურად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. ის განსაზღვრავდა რასებს შორის იერარქიას და ხაზს უსვამდა, რომ დაბალი რასის წარმომადგენლებს გენეტიკურად უფრო მეტად ახასიათებდათ უარყოფითი ნიშან-თვისებები, ვიდრე მაღალი რასის წარმომადგენლებს. მემკვიდრეობითი ნიშან-თვისებები, რომლებიც სავარაუდოდ უარყოფითად ითვლებოდა, მოიცავდა არამხოლოდ ფიზიკურ და ფსიქიკურ დაავადებებსა და
ნაკლოვანებებს, არამედ მოიცავდნენ სოციალურად მიუღებელ ან ამორალურ ქცევებს, მაგალითად როგორიცაა მაწანწალობა, პროსტიტუცია და კრიმინალი. ამ ცრუ თეორიის თანახმად, სხვადასხვა რასის ადამიანებს შორის ქორწინება გაუმართლებელი იყო, რადგან არსებობდა შანსი, რომ ეგრეთ წოდებული დაბალი რასის წარმომადგენლები უარყოფით ნიშანთვისებებს გადასცემდნენ ეგრეთ წოდებული მაღალი რასის წარმომადგენლებს, რაც საბოლოო ჯამში მაღალი რასის დეგრადაციას გამოიწვევდა. ნაცისტური გერმანიის ეს იდეოლოგია რაღაც კუთხით უნიკალური იყო. უნიკალური, რა თქმა უნდა, ბოროტების კუთხით. ის არ გავდა მაგალითად ზეციურ 64-სა და 72 ქალწულზე დაფუძნებულ დაპირებებს, რომლებიც ადამიანს ერთჯერად სიგიჟეს შთააგონებდა. ეს იდეოლოგია უშუალოდ თითქოს და იმავე წამს არწმუნებდა ინდივიდს მის უპირატესობაში და უქმნიდა მოჩვენებითი თავდაცვის აუცილებლობას. ეს კი მას ნებისმიერი სახის ამორალური ქმედებისკენ უბიზგებდა. ის ჯერ რომ აცხადებდა ადამიანს განსაკუთრებული რასის წარმომადგენლად და შემდეგ აიძულებდა მისი განსაკუთრებული რასა ნებისმიერ ფასად დაეცვა. აღსანიშნავია, რომ მსგავს საკითხებზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევებია ჩატარებული. კერძოდ იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს ადამიანის ცნობიერებაზე ისეთი იდეოლოგიები, რომლებიც მათ წარმოსახვით სამყაროსა და მოლოდინებს ეხმიანება. თუმცა ამაზე სხვა ვიდეოში მოგიყვებით. იქიდან გამომდინარე, რომ მენგელე გერმანულ რასას აღმატებულ რასად თვლიდა, მიზნად დაისახა, რომ როგორმე გამოევლინა კონკრეტული ფიზიკური და ბიოქიმიური მარკერები, რომლებითაც საბოლოოდ შეძლებდნენ კონკრეტული რასების წევრების იდენტიფიცირებას. მენგელესა და მის კოლეგებს, დიახ, მენგელესი არ იყო მარტო და ამაზე ვიდეოს მეორე ნაწილში ვისაუბრებთ. შეროდათ, რომ ასეთი მარკერების პოვნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო გერმანელი ხალხის სავარაუდო რასობრივი უპირატესობის შესანარჩუნებლად. მენგელესა და მისი კოლეგებისთვის კვლევის მიზანი ამართლებდა მავნე და სასიკვდილო ექსპერიმენტების ჩატარებას უდანაშაულო ადამიანებზე. ამ შემთხვევაში ოსვენციმის პატიმრებზე, რომლებსაც ისინი რასობრივად დაბალ საფეხურებზე მდგომებად თვლიდნენ. 1938 წელს მენგელე შეუერთდა ნაცისტურ პარტიასა და SS-ს. როგორც მეცნიერი, ის ცდილობდა მხარი დაეჭირა ნაცისტური მიზნისთვის, გერმანული რასის უპირატესობის შენარჩუნებისა და გაზრდისთვის. მენგელეს დამსაქმებელმა და მენტორმა ფერშუერმა ასევე გაიზიარა ბიოლოგიური რასიზმი. კვლევის გარდა, ფერშუერი და მისი თანამშრომლები მენგელეს ჩათვლით ექსპერტულ დასკვნებს აწვდიდნენ ნაცისტურ ხელისუფლებას, რომელსაც უნდა დაედგინა აკმაყოფილებდნენ თუ არა პირები ნიურნბერგის კანონებით გერმანელად კვალიფიცირების კრიტერიუმებს. მენგელე და მისი კოლეგები ასევე აფასებდნენ გერმანელებს, რომელთა ფიზიკური ან ფსიქიკური მდგომარეობა შეიძლება გამხდარიყო მათი იძულებითი სტერილიზაციის ან ქორწინების აკრძალვის საფუძველი გერმანული კანონმდებლობით. ერთი სიტყვით, დაახლოებით 1940 წლის ბოლოს მენგელე დაინიშნა SS-ს დივიზია ვიკინგის საინჟინრო ბატალიონში სამედიცინო ოფიცრად. 1941 წლის ივნისიდან დაახლოებით 18 თვის განმავლობაში მან უკიდურესად სასტიკი ბრძოლები იხილა აღმოსავლეთის ფრონტზე. გარდა ამისა, საბჭოთა კავშირზე გერმანიის თავდასხმის პირველ კვირებში მენგელეს დივიზიამ ათასობით ებრაელი მშვიდობიანი მოქალაქე ამოხოცა და არ დაგვაუწყდეს, რომ ამ საგმირო საქმეში მონაწილეობის გამო მენგელე მიიღო რკინის-ჯვარი. მენგელე გერმანიაში 1953 წლის იანვარში დაბრუნდა. SS-ს შემდეგი დავალების მოლოდინში მან კვლავ დაიწყო მუშაობა თავის მენტორთან, ფერშუერთან. ფერშუერი, რომელიც ახალი დანიშნული იყო კაიზერ ვილჰელმის ანთროპოლოგიის, ადამიანის გენეტიკისა და ევგენიკის ინსტიტუტის დირექტორის პოზიციაზე ბერლინში. ეს ინსტიტუტი კარგად დაიმახსოვრეთ, განსაკუთრებით თუ ვიდეოს მეორე ნაწილს ელოდებით. 1953 წლის 30 მაისიდან იოზეფ მენგელე საკონცენტრაციო ბანაკში იწყებს საქმიანობას. საკუთარი სამეცნიერო ინტერესებიდან გამომდინარე, ის პატიმრებზე ენით აღუწერელ საშინელ ექსპერიმენტებს ატარებს. ამ პერიოდში მის საქმიანობაში ჩნდებიან მეცნიერები, რომლებიც საკონცენტრაციო ბანაკში მუშაობას უნიკალურ შესაძლებლობად მიიჩნევენ. საშუალებად განახორციელონ შემაძრწუნებელი ექსპერიმენტები. როგორც მოგვიანებით იოზეფ მენგელე თავის კოლეგას უხსნის, დანაშაული იქნებოდა ასეთი შესაძლებლობა, რომ არ გამოგვეყენებინაო. პირველი ნაწილი ამით დასრულდა. ჩვენ გავიცანით სიკვდილის ანგელოზის პიროვნება. მოკლედ გავიგეთ მისი კარიერული წინსვლის შესახებ და რაც ყველაზე მთავარია, დეტალურად გავეცანით ბიოლოგიურ რასიზმს, რომელიც ნაცისტური გერმანიის იდეოლოგიის ფუნდამენტურ საძირკველს წარმოადგენდა.
თუ მოგეწონა პირველი ნაწილი და გაინტერესებს მეორე ნაწილი, მაშინ გირჩევ რომ ახლავე გამოიწერო არხი. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ერთმანეთს ავწდებით და როდესაც მეორე ნაწილის ვიდეოს დავდებ, ამის შესახებ ვერ გაიგებ. შევხვდებით მეორე ნაწილში.